მორჩა გამოვიდა მეგობრებო, რასაც დიდი ხანია უკვე ველოდით, კლოდის ახალი მოდელი Opus 4.7. ტესტირებებში ვარ უკვე ბოლო რამდენიმე საათია, ყველგან გავააქტიურე, სადაც კი შეიძლება ტერმინალიდან დაწყებული უბრალოდ ჩატის ინტერფეისით დამთავრებული, ძალიან სწრაფად და ამომწურავად მუშაობს ამ წუთის მდგომარეობით ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ ზუსტად ესაა. თუმცა ძირითად გაუმჯობესებებზე სიღრმისეულადაც გეტყვით ამ წუთის მდგომარეობით, რასაც ამბობენ, რაც არის თავშივე ნათქვამი და რაც შეიმჩნევა ასე თუ ისე. ეს არის გაუმჯობესება გრძელვადიან ამოცანებში, უფრო მკაცრად უდგება საკითხებს, ზუსტად მიხვება ინსტრუქციას და თვით შემოწმებელს აკეთებს სანამ საბოლოო ანგარიშს წარადგენს. ამით კი შეგვიძლია უფრო რთული სამუშაო შევასრულოთ ნაკლები ზედამხედველობით. ხედვის უნარი გააუმჯობესეს, ანუ computer vision ამ შემთხვევაში, თქვენ როგორც იცით, Google-ის Gemini გამოირჩეოდა აქამდე სულ და ეხლაც გამოირჩევა vision-ის მიმართულებით, თუმცა როგორც ხედავთ, უკვე კლოდიც გააქტიურდა. Opus 4.7 სამჯერ უკეთესად ხედავს ვიდრე Opus 4.6 სურათებს და შედეგად ხარისხიც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. ასევე API-ში გვაქვს ახალი ფუნქციები და ამაზეც მინდა რომ გითხრათ. მოდელს დაემატა X-High ძალისხმევის დონე, ანუ შუალედი ჰაისა და მაქს შორის. უკეთესი კონტროლი მსჯელობასა და ლატენციაზე რთული ამოცანების დროს. ახალი ფუნქცია დაემატა კიდევ API-ის Task Budgets, რაც ეხმარება მომხმარებლებს დავალებების პრიორიტეტიზაციაში ბიუჯეტიდან გამომდინარე გრძელი პროცესის დროს. ყველა მიცით რომ კლოდის მოხმარების დროს ხარჯების მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. და ბოლოს მივადგეთ კლოდ კოდს, რომელსაც დაემატა ახალი ბრძანება Ultra Review. სპეციალური სრულყოფილი მიმოხილვის ფუნქცია, რომელიც საფუძვლიანად განიხილავს ცვლილებებს და ამჩნევს რაღაცა ისეთს, რომელიც შეიძლება სხვა შემთხვევაში გამორჩენილიყო. Auto Mode გაგრძელდა ასევე Max მომხმარებლებისათვის, ანუ გრძელი ამოცანები ნაკლები წვეტით მიმდინარეობს. და ბოლოს, მოდელი დავტესტე ბევრი სფეროდან, ბევრი მიმართულებით, ბევრ რაღაცაზე, მაგრამ გამოვარჩევ ძალიან მნიშვნელოვან 3 test case, რომელიც დღეს ჩავატარე უკანასკნელი საათების განმავლობაში. ეს არის 3 მათემატიკური ამოცანა და საკითხი, რომელიც არც თუ ისე ხელწამოსაკრავია და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანის მხრიდანაც და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მხრიდანაც. პირველი ეს არის გაუსის ფორმულა სამკუთხედის ფართობისთვის დეტერმინანტის სახით. მეორე ეს არის მანძილის გამოთვლა წერტილიდან წრფემდე და მესამე ეს არის ძალიან საინტერესო და იშვიათი ცოდნა და ეს არის რუთის თეორემა. შედეგებს ხედავთ თქვენ ეკრანებზე ახლა, მე მგონი ძალიან მაღალი დონისაა. მოკლედ, გირჩევთ დატესტოთ ეს მოდელი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით, შემდგომ კი დამატებით დეტალებსაც მოგაცვლით.